ბოლო პერიოდში მქონდა ეგეთი შეგრძნება, რომ თითქოს დავკარგეთ ეს საზოგადოებრივი სახე და სხვისი ტკივილი აღარ გვტკიოდა. თქვენ შეძელით თითქოს შეუძლებელი და გაგვაერთიანეთ საზოგადოება. მერთმა რახან სიცოცხლე გაჩუქა და ყველაფერი მოგცა და დაბრკოლებას არ უნდა გქონდეს. ყველაფერი მაინც გასწავლის ცხოვრებაში როგორი უნდა იყოს. მაინც იმას ვფიქრობ ხოლმე, რომ ანდახან რომ დავდიოდე რას გავაკეთებდი მაგალითად ანიმე სერიალები მიყვარს. ნარუტო არის ერთი მაგალითად. ნარუტოში შენ თავს პოულობ? კი, იმიტომ რომ მეც ხანდახან ცოტა თუ მდგომარეობებს რო გავდივარ მაგალითად წინა წელს ოპერაცია გავიკეთე. მაინც არ ვნებდები რაც არ უნდა მოხდეს. რა არის შენი მთავარი მიზანი? ან ოცნება, რომელიც გონია რომ აისრულებ უახლოეს მომავალში და ყველაზე მეტად გაგაბედნიერებს. ჩემი ოცნება? მე ვარ დუშენის მეომარი, რომელიც გაიმარჯვებს. გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი და ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმომადგენელი არის მეტროპოლის სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. დღევანდელი ჩემი სტუმარია ალექს დრაილინგი. ალექს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხარ, დიდი მადლობა, რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტის სტუმარი იქნები და ხარ და გარდა ამ მადლობისა, კიდევ მინდა რომ ერთი მადლობა გითხრა შენს და ყველა შენს თანამებრძოლს, შენ მშობლებს და მათ მშობლებს ყველას აბსოლუტურად დიდი მადლობა. ოღონდ რისთვის ახლა გეტყვი, მე სხვის სახელით რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემ ემოციებს გაგიზიარებ. რაღაც ბოლო პერიოდში მქონდა ეგეთი შეგრძნება, რომ თითქოს ჩვენ საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამ რაღაცნაირად დავკარგეთ ეს საზოგადოებრივი სახე და თითქოს გულები გაგვეყინა და სხვისი ტკივილი აღარ გვტკიოდა. და რაღაცნაირი უგზნობები გავხდით და ყველაზე მეტად ეს რაღაცნაირი ემპათია მაკლდა ძალიან მაგრად. და თქვენ შეძელით თითქოს შეუძლებელი და გაგვაერთიანეთ ეს საზოგადოება, ეს იმედი დამიბრუნეთ, რომ რაღაცნაირი ახალი სიცოცხლე შებერეთ ამ ერთობას, ამ გაერთიანებას და ადამიანობის უნარი დაგვიბრუნეთ, თითქოს ესე მგონია და კიდევ უფრო გაგვიხსენით გულები და დიდი მადლობა მაგისთვის, რომ ეს შეგრძნებები გამოიწვიეთ ჩემში. მადლობა. კარგია. მიხარია ძალიან. ყველაფერი გამოვა ბოლო ჯამში, კი. აუცილებლად გამოვა ყველაფერი, აუცილებლად. და სტუდენტებს აუცილებლად მადლობა უნდა უთხრა, ვინც ამ მარათონში ჩართვის უფლება მოგცეს და საშუალება და ეს საქმე რაღაცნაირად ესე გამოვიდა და ასევე ვიტყვი მაყურებელს, რომ ვიდეოს აღწერაში დავურთავ Facebook, სადაც დუშენის დისტროფიის წინააღმდეგ ბრძოლის გვერდი არის, რომ გქონდეთ ინფორმაცია და ანგარიშის ნომერიც არის ფონდის, რომელსაც ასევე დავურთავ და შეგიძლიათ რომ ყველამ მიიღოთ მონაწილეობა იმ მარათონის გარდაც ასევე. მოკლედ, როგორც შესავალში ვთქვი, შენ ხარ ჩემი პირველი ჯენზის სტუმარი. შენი ასაკის სტუმარი, მე ჯერ საერთოდ არ მყოლია ჩემს ცოდნის მოყვარე პოდკასტში. ამიტომ ძალიან მაინტერესებს შენი ხედვები ზოგადად ცხოვრებასთან დაკავშირებით. პირველი ჩემი კითხვა არის ეგეთი, რომ აი როგორია შენი თვალით დანახული ახალგაზრდობა, შენი ასაკის ადამიანები როგორები არიან, რა მოგწონს შენს თაობაში, ან შეიძლება რაღაცნაირად არის, ან არ მოგწონს, ან ცოტა ზედაპირული გეჩვენება. თუნდაც ახლა ამ სტუდენტებმა რაც გააკეთეს ისეთი ერთგულება დავინახე მათგან, რომ არ ვიცი, არ მოველოდი ამ ხელა გვერდში დგომა საზოგადოებამაც ამ ხელა გვერდში დგომა გამოიჩინა. რა ვიცი, ძალიან იხარია, რომ ესე გვერდში მიდგანან ჩემ ხელა ბიჭი გოგოები. ხო, ეს კი და აი ზოგადად აი ესე რომ გადახედო აი შენ თაობაში რაზე გიფიქრია რომ შენ თაობას რაღაც ეხა მე და შენ შორის ხო არის 10 წელიწადზე მეტი. აი ნუ წარმოგიდგენია შენ ახლა ფაქტობრივად სხვა თაობა ხარ სრულიად რა. აი რა არის ყველაზე მეტად რაც შენი თაობისთვის დამახასიათებელია და გიფიქრია რომ აუ რა მაგარი თაობა ვართ, რამდენი შეგვიძლია ან რა განსხვავებულები ვართ, ან არ ვიცი რა დამოუკიდებლები ვართ, ან რა თავისუფლები ვართ, აი ესეთი შეგრძნებები გქონია? მაინც კი, იმიტომ რომ ყველაზე ისეთ პერიოდში ვარ, რომ სოციალური მედია არის ყველაფერი ეგეთი ინტერნეტში ყველაფრის პოვნა შეგიძლია და ყველაფერთან გაქვს წონა და მაინც განსხვავებულად ვართ რა.
ხო, მე მგონია რომ ბევრად უფრო მაგარი თაობა ხართ, ბევრად უფრო გახსნილები ხართ, ბევრად უფრო კომუნიკაბილურები ხართ, უშუალოები ხართ და რაღაცნაირად თავისუფალი თაობა ხართ და ეგრე გააგრძელეთ, მაგრები ხართ. ჩემგან. მადლობა. კი, აი ესე, აი რაღაცნაირად როცა ეს გარემო არის შეზღუდული, ხო? აი გარკვეულწილად ახლა მაგალითად გადაადგილება შენ შემთხვევაში და ასე შემდეგ. ხშირად გონება პოულობს ხოლმე ალტერნატიულ გზებს. შენ შემთხვევაში აი სად გიმოგზაურია შენს ფანტაზიებში, ან ყველაზე ხშირად აი რაღაცა წარმოდგენებში, ან რაღაცა ესეთი მოგზაურებები მქონია შენს ფანტაზიებში? მაინც იმას ვფიქრობ ხოლმე, რომ ანდახან რომ დავდიოდე რას გავაკეთებდი მაგალითად რა ეგეთი მსგავსი. აი რას გააკეთებდი? რავი, ეგრე ზუსტად დარწმუნებული არ ვარ. მაინც აი რა მოგდის პირველი თავში რას გააკეთებდი? ვისაც უჭირს იმათ დავეხმარებოდი მაინც რა. ხო. სადმე სამოგზაუროდ არ წახვიდოდი? ამოგზაუროთ, რა შეიძლება. უკვე ვიყავით ორგან სად? უკრაინაში ვარ ნაყოფი, ნუ, ცოტა ხნით ანალიზებზე და რაღაცა ხო. ასეთებზე. კიდე იერუსალიმში ვარ ნაყოფი. მოვილოცე ეკავრობა ჩემ მოძღვართან ერთად. მაშინ ფეხით დადიოდი? კი, აა, მაგრამ მთელი იერუსალიმი ჩემ ფეხით მოვიარე. რა მაგარი, რამდენი წლის იყავი მაშინ? 7-8 დაახლოებით ეგრე. გახსოვს ძალიან კარგად, ხო, ყველაფერი? კი. და ქრისტეს საფლავზეც ნამყოფი ვარ. რა მაგარია. ძალიან. მაგარი ბიჭი ხარ. ფილმების ყურება გიყვარს? რა მარტო იმდენად არა, მეგობრებთან უფრო. ანუ აი, მაგალითად შენი საყვარელი ფილმი რა არის? რავი, ეგრე ზუსტად არ ვფიქრდები, მაგრამ აი, არ არის ერთი რომ ხო, მითხარი? რომ მე ბრძოლები და აი ეგეთი მსგავსი ფილმები უფრო მიყვარს. ხო, და აი ერთი კომედია. სასაცილო ფილმები გიყვარს, ხო? მაგალითად ჯეკი ჩანის ფილმებიც კაია. ვიცით. კი, როგორ არ ვიცი. ტროა და ეგეთი ფილმები გიყვარს, სადაც ბრძოლები არის და ეს ისტორიული რაღაცა პერსონაჟები შემოდიან და ასე შემდეგ. ნაყურები მაქვს. ხო. კიდე რა გაგახსენდება ახლა? კომედიაში ყველაზე საყვარელი ფილმი გააქვს რამე? ჯიმ კერის ფილმები გიყვარს მაგალითად? კი. რომელი მასკა გიყვარს? ნიღაბი რო არის რო კი, აი ეგ ნაყურები მაქვს, კი, კაი, აი ეგ. კიდე ანიმეებს უფრო ვუყურებ ამ ბოლო დროს. ანიმეებს ბოლო წლებია. ხო, ის რო არის გიბლის სტუდიოს ანიმეები, ძველი ანიმეები, იცი? აი მაგალითად ერთი ანიმე რო არის ეს გოგონა რო არის სადღაცა რო შედის ზღაპრულ სამყაროში და შავი მეგობარი რო ყავს ესეთი რაღაცა მასა რო არის შავი. გახსოვს ეგ ანიმე? ძველი ანიმეა. ფილმი როა შეიძლება, კი. ხო, Spirit Away ქვია. კი, როგორ არ, კი. მოგწონს ეგ? ნაყურები მაქვს. ორჯერ ნაყურები მაქვს ჩემთან ერთად. და ანუ ახალი ანიმეები გიყვარს შენ ესე იგი? მე უფრო ანიმე სერიალები მიყვარს. ხო, მე აი მაგაში ვერ გამოყვები, იმიტომ რომ არ მაქვს ნანახი და ვერ დაგელაპარაკები, არ ვიცი. და აი ანიმეებში რა გიყვარს ყველაზე მეტად რა მოგწონს? აი რატო უყურებ ხოლმე მაგას? რას იჭერ მან და ნუ რამე არის ისეთი, რაც კი. ხო, რა, აბა? თავარი პერსონაჟების ცხოვრება უფრო. ან ნარუტო არის ერთი მაგალითად ვერავინ ვერ იტანდა, იმიტომ რომ და რაღაც ცხრაკუდა მელაყავდა ჩაბეჭდილი და კარჩე ვერავინ ვერ იტანდა მაგითო რა. ხო. ხო და მაინც არ დანებდა, რაც არ იყო ყველაფერი შეძლო. იმის მიუხედავად რომ ყველა იმტერებოდა. და მათი გახდა მეფესავით რა. ანუ ბოლოს გაიმარჯვა. კი. ყველა შეუყვარდა აჩვენა რომ
ყველაფერი შეუძლია. ძლიერი იყო და მაგარი იყო, ხო? კი. და აი მაგაში მაგალითად ნარუტოში შენ თავს პოულობ, შენ თავს ხედავ ხოლმე პერსონაჟებში, მაგალითად ნარუტოში ან სხვა ანიმეებში. შეგიძლია აი იგივებ ხოლმე რომ რაღაც აი შენი ხასიათს ხედავ იმ პერსონაჟებში? კი, რაღაც პონჩი კი, იმიტომ რომ მეც ხანდახან ცოტა თუ მდგომარეობებს რო გავდივარ, მაგალითად წინა წელს ოპერაცია გავიკეთე. ხო. მაინც არ ვნებდები, რაც არ უნდა მოხდეს. მაგარი ბიჭი. რო წავიქცევი, ვდები ისე რა. ხო. მაგარი ხარ. აი ეხლა ზუსტად ეგრე თქვი რა, ხანდახან ადამიანებს გონია რომ ეს თავისუფლება არის მაგალითად გადაადგილებაში, არ ვიცი, იქ მოსვლაში, რაღაცების კეთებაში და შენთვის თავისუფლება რა არის, როგორ აღიქვავ შენ თავისუფლებას? აი სად იწყება შენთვის ნამდვილი თავისუფლება რა არის? მე უფრო კომპიუტერზე რო ვარ ხოლმე, თავმობით ვიდეო თამაშების თამაში, იმიტომ რომ მაგალითად აქ ხო ვერ დავდივარ და იქ იმენა ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რაც არის და მაგიტომ მიყვარს. ის გითამაშია სახეზე რო იკეთებენ მას რაღაცა VR-ი, კი. ხო, კი გითამაში. ეგ ძალიან საინტერესო იქნება. გააქვს? არა. მაგრამ გამიკეთებია მე. ჩემ მეგობრებსაც გქონიათ. ხო. შენ გინდა რომ გქონდეს ეგ VR-ი? რავი. ხო, მე მითხარი, იმიტომ რომ ამ ეპიზოდს ბევრი ადამიანი ნახავს, შეიძლება ბევრმა კომპანიამ ნახოს, თუ არ ნახავენ, მე ვეტყვი და შენ VR-ი გექნება. ამიტომ უნდა მითხრა ეგეთ რაღაცეები. რავი, იმდენად არ ამგონია, რავი. ხო, აი ნახოთ. შენ ეხლა იცი რა მითხარი, აი შინაგანი თავისუფლება შენი აზრით რა არის? აი შიგნით რო თავისუფლად გრძნობ, ეგ რა შეგრძნება არის? გქონია ეგეთი შეგრძნება, რომ შინაგანად თავისუფალი ხარ? რა, ხანდახან შეიძლება კი. და რას გრძნობ მაგ მომენტში? თუ გახსოვს. შინაგანი სიხარული მაინც, რავი. და რა გიხარი, აი რა არის ხოლმე, როგორ ბედნიერად ხარ მაგ დროს თუ რას გრძნობ? შეგიძლია რომ მითხრა, აი როგორია ეგ სიხარული, რა შეგრძნებებს განიჭებს? აი თავისუფლებას გრძნობ ხოლმე რა. ამდახან აი რო არ ხოლმე ოჯახთან ერთად მაგალითად. ხო. ყველა ერთად რო შევიკრიბებით ხოლმე. გრძნობ მეგობრებთან ერთადაც ასევე კი. ხო. ახლა მეგობრობა ახსენე შენ ბევრჯერ და შენთვის რას ნიშნავს სიტყვა მეგობარი? ბარი ყველაფერში გვერდში რო დაგიდგება და დაგეხმარება რაც არ უნდა იყოს. მაგალითად ძალიან ბევრი მეგობარი ახლა ამ აქციებზე მოდიან. ხო. ჩემი რომ ხარი დამიჭირო. ანუ ყავს შენ ნამდვილი მეგობრები და რა მაგარია რა? კი. და აი შენთვის მეგობარი არის ესეთი ადამიანი, მე მაგალითად ეგრე ვგრძნობ, რომ მეგობარი არის ესეთი ადამიანი, რომელთანაც მაგალითად არ გჭირდება, რომ ითამაშო ისეთი როგორც არ ხარ მაგალითად და ხარ ზუსტად ისეთი როგორცაც შინაგანად. ხო? ხო, ეგეთი შეგრძნება არის. და რაღაცნაირად ყველაფერში ენდობი, ხო? კი. მაგარია. ეს მეგობრები შენი სკოლის მეგობრები არიან თუ როგორი მეგობრები არიან? ანუ სად შეიძინე? რავი, ზოგი უბანში ხო. კლასელებიც ყავს. კლასელებიც იყვნენ ბოლო მარშზე. მაგარი. იცი რა მაინტერესებს? რას ფიქრობ სიყვარულზე? აი სიყვარული შენთვის რა არის ზოგადად? დედები როგორც უყვართ შვილები,
გამოიხატება ამ აქციებში და ყველაფერში მშობლებს როგორც ყურთ თავისი შვილები. ღამეებს ათენებენ ამდენი ხანი უკვე რამის 40 დღეა. ყველაფერს აკეთებენ თავისი შვილებისთვის. რაც კი შეუძლიათ. კი. შეყვარებია ვინმე? შეყვარებული არ მყოლია. და ბაღში ან სკოლაში პატარა რო იყავი, ვინმე ყვარებია, ან მოგის ძალიან მოგწონებია? და არ ვიცი, მაგრამ ადრე მე მგონი ბაღში ვიღაცა მომწონდა არ მოხს. არ გახსოვს? არ გითხოვს იმისთვის რომ მოგწონდა? მე მგონი არა. შენი იდეალური დღე როგორი არის? იდეალური დღე? აი შენ რა პატარა დეტალები ქმნის შენს განწყობას მაგალითად იდეალური ანუ კაი ხასიათზე რო ხარ ეგეთი დღე რა დეტალები არის რაც შენ განწყობას ქმნის და აი კარგ ხასიათზე ხარ მთელი დღე მაგალითად კაი ამინდირვა ეგენი უფრო მიყვარს მზეროა ეზოში ვარ ხოლმე მზეზე მაგალითად კიდე მეგობრებთან ერთად ხანდახან K-pop თხოვე. მართლა? ასე რომ ვთქვათ. კიდე გარეთაც ვსეირნობ თხოვე. და მაინც აიგეთი დღეები მიხარია უფრო. სახში ვარ იყო და მაინც გარეთაც რო გახვიდე და ისერნო და საფხულში უკეთესად გრძნობ ანუ თავს ხო? უფრო კი, მაგრამ საფხულშიც დღე ვერ გადიხარ გარეთ. უფრო გაზაფხული და შემოდგომა უფრო კაი. ხო, როც ხელა მაგიტო, ხო? კი. კი ბატონო. კიდე რა ქმნის შენს განწყობას, აი რა არის ეს? იცი როგორ აი ხანდახან ჩვენ რა ყველა ადამიანს ყოველდღე ხო სადღაც გვეჩქარება ხან სამსახურში გავრბივართ, ხან იქ მორბივართ, მიურბივართ, თუ დავრბივართ რა და გვავიწყდება ხოლმე რომ აი პატარა რაღაცა დეტალები ქმნის რეალურად იმ ბედნიერ განწყობას და მხიარულ განწყობას და შენ შემთხვევაში რა არის აი მაგალითად შენ ხო ესე ჩვენ ცავით გიჟივით არ დარბიხარ აქეთ-იქით იმიტომ რომ არ გეჩქარება სადღაც იქ აქ საქმე რაღაც აი შენ შემთხვევაში რა არის ეგ რაც აი ყოველდღიურობაშია და აი თითქოს ჩვენ დაგვავიწყდა მაგრამ აი შენ ყურადღებას აქცევ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს ზირთადად სახში ვარ მაინც და სადმე რომ აქვე რომ მოგზაურობ მაინც თითქოს ბუნებაში თუ გაყოლან სადმე ეგეთი მომენტები უფრო მომახსოვდება მაინც რომ მან ბუნებაში ყოფნა გიყვარს კი და რა მოგწონს ყველაზე მეტად ბუნებაში აი რაღაც ეს დაკურებული ხარ და გითხოვს რომ ვაიმე ეს რა მაგარი რაღაც შევამჩნიე ან რაღაც ეგეთი შეგრძნება გქონია ბუნებაში კი მაგალითად რა? მაგალითად საძან სხვანაირი ფერი რო აქცა, ეგეთი რაღაცები. წითე რო გაწითლდება ხოლმე, ხო? კი. ძალიან ლამაზად არის ხოლმე. კიდე ცხოველები გიყვარს? ცხოველები, კი. ყველაზე ძალიან ძაღლი, კატა თუ რომელი ცხოველი გიყვარს? ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სპილო. მართლა? ერთი მუცელი იყო ხორტონი და სულ მაგას უყურებდი. რატო გიყვარდა სპილო? რა მოგწონდა სპილოში? არ ვიცი, ეგრე ზუსტად არ ვიცი. მაგას მომწონდა და ზოოპარკში რომ დავდიოდი სპილოსთან ვიდიოდი პირველი. ძალიან საყვარლები არიან. სპლიყვავი პატარა სპილოშვილები კიდე უფრო საყვარლები არიან, ხო? კი. მე მაგმუფილმს რო უყურებდი მაგის მერე უფრო შემიყვარდა. ხო. დამბო გაქვს ნანახი მულტფილმი? არა, მაგრამ გამიგია. უყურე მე ეგეც სპილოზე არის. ხო. და მოგეწონება. ძაღლების მიყვარს, კატების მიყვარს, მაგალითად. რო გავიზარდე, იმდენად აღარ მიყვარს სპილო. ხო. ეხა უფრო სხვა ცხოველები შეგიყვარდა, ვიდრე ბავშვობაში. ეხა იმდენად აღარ მიყვარს, რავი. აბა უყურე დამბოს და მე შენ მოგწერ და მითხარი თავიდან ხوار შეგიყვარდება ეს სპილოები.
კი ბატონო. კარგი, ჩემი კითხვა არის, რომ შენთვის აი მაგალითად დრო როგორ გადის, ნელა გადის, სწრაფად გადის, აი დღეებს როგორ აღიქვავ, რომ უფრო იწელება თუ სწრაფად გადის ხოლმე? ყოველდღიურობაში დღეებსაც გააჩნია რომ ვიძახდი რომ ძირითადად სუსახში ვარ აი მაგ დროს დღეები მიფრინავს თითქმის თვეები ხა და როცა უფრო სხვადასხვა რაღაცებს აკეთებ რასაც ხშირად არ აკეთებ მაშინ უფრო ნელ-ნელა გადის და ეგეთი დღეები უფრო მომხსოვდება რა აი მაგალითად გარეთ გასვლა რო თქვი ეგეთი რასაც ხშირად არ აკეთებ? ხო აი ოჯახთან ერთად გასვლა ხო მან მეგობრებთან ერთად კიდე მაგ დროს ნელა გადის დრო. ხო კი ბატონო. აი როდესაც მაგალითად ძალიან ცუდ ხასიათზე ან დგებიან მოიწყენ ხოლმე როგორ შველი შენ თავს როგორ დგები უკეთეს ხასიათზე რამეს აკეთებ ხოლმე აი რა არის შენი საყრდენი ესე ვთქვათ რაც გაბრუნებს რა ისე რომ აი ალექს ახლა გაივლის ეს ყველაფერი ისევ კარგად იქნები აი ეს განწყობა წავა ცუდ ხასიათზე აღარ იქნები და ისევ აი მაგ მომენტში ლოცულობ ხოლმე ზუსტად ყველაზე მეტად რომ მიჭირს ну თავისთავად ყოველდღე ლოცულობ მაგრამ უმეტესად მასეთ დროს უფრო ლოცულობ რომ ვიცი რომ ყველაფერი გადაივლის რა როგორ საქამდე გადაუვლია და აუცილებლად და მე უკეთეს ხასიათზე ხარ ხოლმე? კი მე დღეები უფრო კარგი ხდება რა შეიძლება და ცუდ ხასიათზე გაიღვიძო რაღაცა მაგრამ მე უკვე ყველაფერი კარგად არის ხოლმე ანუ შენთვის ლოცვა კიდე რა მუსიკას უსმენ ხოლმე ისეთ ხასიათზე რომ დაგაყენოს უკეთეს ხასიათზე? მუსიკას ხშირად უსმენ კი და რა ვინ არის შენი საყვარელი ჯგუფი ყავს ან შემსრულებელი? ჯგუფი რა Coldplay მევასებოდა ხოლმე და მაგარია მეც მიყვარს სხვადასხვა არტისტები მაგრამ ზუსტად არ მახსოვს სახელები ხო მაგრამ ისე Coldplay როგორ მუსიკასაც უკრავს ეგეთი მუსიკა გიყვარს თუ სხვადასხვა რავი რეპიც გიყვარს როკიც გიყვარს ყველა შენ რეპიდან ემინემი მიყვარს კიდე მაგარია ემინემ როკიდან თუ როკს არ უსმენ? მაიკლ ჯექსონის კაია ნახე ახალი ფილმი რო გამოვიდა მაიკლ ჯექსონზე არა არც ვერ მინახავს მაგრამ საინტერესო ამბობენ და უყურო ერთი აუცილებლად კი და ხوار გახსენდება ვინმე საყვარელი აი ამოჩემებული სიმღერა გააქვს რომელსაც სულ უსმენ ხოლმე არ მახსოვს ხანდახან აი ტრენდინგი რომელიც არის ან უმეტესად მაგებს უსმენ ხოლმე YouTube-ზე? კიდე და ისე ადრე რომ მუსიკებსაც უსმენდი ხანდახან მაგებსაც უსმენ და ადრე როდის ბავშვობაში? რამოდენიმე წლების წინ რა ანუ უბრუნდები ხოლმე ძველ საყვარელ მუსიკებს ხო? კი მე მაქვს როგორ იცი ერთი რამე სიმღერა თუ მომეწონება მაგალითად ჩავიხვევ ხოლმე და ერთი კვირა ერთ და იგივეს მუსმენ მე მომბეზრდება ხოლმე და მე ესე ხანდახან მეც ეგრე ვარ კი ხო აი ძალიან თუ მომეწონება შემიძლია 24 საათი ერთი კვირა ვუსმინო და მე გადავდებ გვერდით და შენ როგორც თქვი მე რა წლების მერე დავუბრუნდები ხოლმე და თითქოს თავიდან აღმოვაჩენ ხოლმე იმას რო ქვია მუსიკას ეგრე ხარ შენც? კი ცეკვა გიყვარდა? კი ქართულს ცეკვავდი თუ ჩვეულებრივად მუსიკაზე ცეკვავდი ხოლმე? ჩვეულებრივად ხო და მაგალითად დაბადების დღეებზე ეხლა ცეკვავ ხოლმე ხანდახან როგორც შემიძლია მაგარი ხარ არა
ბატონო, ჩემი შემდეგ კითხვა არის, რომ რა არის შენი მთავარი მიზანი, ან ოცნება, რომელიც სადაც გონია, რომ აისრულებ უახლოეს მომავალში და ყველაზე მეტად გაგაბედნიერებს. ჩემი ოცნება? ხო. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ აი სულ წამდა და იმედი მქონდა იმისი, რომ ფეხზე გავივლითი რა. მედიცინა ისე წინ მიდის, რომ ახლო მომავალში ძალიან ეფექტური წამლები გამოდის, როგორც ვიცი. ტექნოლოგიების აღდგენი გამოვა 1-3 წელიწადში. ასე შემდეგ ჩემი პირველი ოცნება არის. მაინც დამჯერა, რომ შესაძლებელია, რომ გამოვიდეს ყველაფერი. მაგის გარდა კიდე გაქვს ოცნება რამე სხვა? სკარტო? ხო. აი YouTube-ზე ვიდეოებს ვაკეთებდი, და რომ პოპულარული იუთუბერი გავხდარიყავ, რა. რა ვიდეოებს აკეთებდი? Gaming contents. შენი საყვარელი თამაში რომელია? საყვარელი თამაში? ხო, აი, რასაც სტრიმავდი, თუ რა ქვია მაგას, ხო? სტრიმ არ ქვია თამაშებს რომ მეშვებიან? ხო. ხო, რომელი იყო შენ? რა თამაში სტრიმავდი? ძირითადად Roblox თამაშობდი რა. ადრე მიყვარდა სტრიმაში. მაგას თამაშობდი ძირითადად. ეხა ვეღარ შვები მაგას? ის ცირა იყო ოპერაცია რო გავიკეთე. ხო. ამის მერე თავი აღარ მქონდა არაფრის დიდი ხანი და მე ცოტა კომპიუტერი გაფუჭდა რაღაცა და ეხლა რო გავაკეთე ისევ ვაპირებ. აუცილებლად. გაგრძელებასთან. გინდა შენი მე გამომიგზავნე შენი YouTube-ის ლინკი, სადაც სტრიმავდი და ამ ვიდეოს რო დავდებ YouTube-ზე ჩემთან, იქ გავაყოლოთ შენი ლინკი და ახლა ვთხოვოთ ხალხს, რომ თან გამოგიწერონ და შენ გააგრძელებ და იქ ბევრი ხალხი გამოგიწერს ახლა აქედან. კი, შეიძლება. ხო, აუცილებლად და შენ გააგრძელე და იმას ვქნათ, რა ქვია. ბევრი გამომწერები გეყოლება. ანუ შენ გინდა რომ YouTube-ზე ყავდეს ბევრი subscriber-ები, ხო? შენ მაშინ gaming ხა ჯერჯერობით 1000 რაღაცა მაქვს, 1300 რაღაცა. ეგ თან რამდენი ვიდეო გიდევს? აი ბევრი. მართლა? მაგრამ ეგ როგორც ვიცი ძალიან 100 ალბათ დაახლოებით. ხო. ბევრი ადამიანი ძალიან ცოტა ვიდეო არის ვაირალი. ანუ ერთ-ერთი საკ ყველაზე ბევრი 22,000 ნახვა. 22,000 ცოტაა? ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ ძალიან ცოტაც არა. ანუ ძალიან მაგარი ნახვარი 22,000 მე რო YouTube-ი გავაკეთე, მე გავაკეთე YouTube-ი 2 წლის წინ ეს პოდკასტი რა, სადაც ახლა ჩვენი საუბარი დაიდება და 2 წლის წინ რო გავაკეთე, ეს 22,000 ნახვა იყო, აი სანატრელი, სად იყო 22,000 ნახვა, შენი ძახი ხო არც ისე ბევრი არის. ამიტომ საქართველოს ინგლისურ ენაზე აკეთებ? კი. აი, რა მაგარი ხარ. ხო და ეხლა მეგობრებო, მაყურებელს ვეთყვი, ამ ვიდეოს აღწერაში იქნება ალექსის YouTube-ის არხი და გადადით და უცებად გამოიწერეთ. ვისაც თამაშები გიყვართ, ხო მით უმეტეს საინტერესო იქნება და ალექს შენ გააგრძელე დადება, რომ ნახონ ადამიანებმა ახალი და ახალი თამაშები. თუ ტურებში გასვლა თუ როგორც არის, ხო? კი. ოპერაციის მერე აღარ დამიდია, მაგრამ ვაპირებ ის გაგრძელებას როგორც თქვი. აუცილებლად. რამდენი ხნის წინ იყო ოპერაცია? 9 წლის წინ. ოკეი. ისი ოპერაცია გაიკეთე ალექს მაშინ? სკოლიოზის, იმიტომ რომ ძალიან მქონდა უკვე წასული და მოასწარი. მე რეაბილიტაცია რთული იყო? კი. კიო და თუ რატო? რომ ძლიერ გამაყუჩებლებს ვერ მაძლევდნენ ის დუშენი რომ მქონდა, იმიტომ რომ სულ შეიძლება გართულოსო. მაგითო იყო ძალიან რთული.
შენ შეგიძლია თუ არ გინდა, მითხარი რომ არ გინდა და გადავახდეთ მაგ ამბავს. მე ვნახე შენი ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ამბობ, რომ 10 წლის იყავი, როდესაც ეტლში ჩაჯექი, ხო? ხო. გახსოვს ეგ მომენტი, ესე აი ნათლად გახსოვს ეგ ზნებები? თუ დავიწყებ. ცოტა. და რა ცოტა მახსოვს. რას გრძნობდი? ანუ მიხვდი მაშინ რა ხდებოდა თუ ვერ მიხვდი? მე მგონი მივხვდი რა ცოტა. ხო. ინერვიული ალბათ, ხო? ალბათ. ხო. მაგრამ ის შენ რა შეგრძნებებიც გახსოვს ეგ რა იყო, რომ რას გრძნობდი? და უცრა სხვა მალევე ფეხებში ძალა დაუყარგე რომ ვეღარ გებოდი უკვე რა. ხო. ხო. და მე მშობლებმა აგიხსნეს რაში იყო საქმე? მე მგონი. არ გახსოვს ესე იგი. პატარა იყავი ძალიან, ხო. ეხა ხარ 19 წლის თუ 20 წლის? 19-ის. ხო, ну კაი დრო არის გასული რაღაცები, არ გემახსოვრება. კარგი, იცი რა კითხვა მაქვს შენთან შემდეგი? ხშირად ადამიანები წუწუნებთ ხოლმე რაღაც უმნიშვნელო რაღაცეებზე რა, აი არ ვიცი რაღაცა. სისულელეებზე მეც მიწუწუნია არაფრიდან საჭირო თემებზე და შენი გადმოსახედიდან რას ვერ ვაფასებთ ხოლმე ადამიანები ყველაზე მეტად, რაც დასაფასებელია რეალურად და შეიძლება ითვლებოდეს, რომ აი ფუფუნება არის ეს უნდა ვაფასებდეთ, მაგრამ აი რომ შეგიხედია ვიღაცისთვის მოგისმენი ისეთ რაღაცებზე წუწუნება, მე გიფიქრია, რომ აუ ეს რეებზე წუწუნებს საერთოდ. ხანდახან შეიძლება მეც წავიწუწუნო ეგრე ყველა არის, მაგრამ მაგრამ მაინც ამებს უკვე არ წუწუნებ რა თუ ვერ დავდივარ და რაღაცა. ხო. არ გრჩება ესეთი შეგრძნება ხოლმე სხვა ადამიანებს რო უყურებ, რომ ჩვენ ადამიანები მაგალითად სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვერ ვაფასებთ ბოლომდე? ალბათ თავისუფალი რო ხარ, ყველანაირად უნდა შეაფასო მაინც რავი. დააფასო, ხო? კი. ხო. იმიტომ რომ მეც მიფიქრია, რომ აი რანაირად რაღაცნაირად მგონია, რომ არ ვაფასებთ სიცოცხლეს, თქო თვითონ რა. გააჩნია თავისუფლებასაც როგორ გამოიყენებ. ხო. შეგიძლია კარგი გააკეთო და შეგიძლია არ გააკეთო კარგი. რომ შეგიძლია თავისუფლება რო გაქვს და ყველაფერს გაკეთება რომ შეგიძლია მაინც შეგიძლია ცუდის გააკეთო ადამიანის მოკლა რა ვიცი და სკაუსი. ზოგი არის ცუდს არ აკეთებს, მაგრამ კარგსაც არ აკეთებს. ხო. თავისთვის რო ცხოვრობს, ხო, არაფერს რო არ აკეთებს. ხო. და კარგი ხო, მითხარი ბოდიში. იმედია სახელმწიფო დაეხმარება, ხა მალევე უკვე ამდენი ხანი მორჩებიან მშობლები უკვე. ინც დაივალნენ უკვე ამდენი ხანი მაინც. აბარა, ამდენი დღეა ქუჩაში ათანებენ ადამიანები და აღამებენ და უნდა გავიწეს შვილების გამო ყველაფერს აკეთებია, კი. ისე აი ხა რო შეგეძლოს რა რო შეგიძლია ხა რა იქნებოდა აი მთავარი შენი სათქმელი, რა მთავარი შენი გზავნილი ადამიანებისთვის ზოგადად ვინც ახლა ამ ეპიზოდს ნახავს და რას ეტყოდი მათ? რასთან დაკავშირებით? აი რაზეც გინდა იმაზე. თუ გინდა დაავადებაზე, თუ გინდა ზოგადად ცხოვრებაზე, აი რაზეც გინდა იმაზე. შენ ერთ იმაში ამბობ ინტერვიუში სიცოცხლეზე უკეთესი რა არის, გახსოვს? კი. ხო.
ხო და ქვეყნად არაფერი არ არის სიცოცხლეზე უკეთესი. იმიტომ რომ ვერც იყიდი, ვერც დროს იყიდი, ვერც სიცოცხლეს. ეგრეა. საჩუქარია. დააფასო ყველანაირად. ამ სიცოცხლეში რაც არ უნდა შეგვხვდეს დაბრკოლება, მაინც უნდა წამოვდგე და გააგრძელო ცხოვრება ჩემი აზრით. რასაც შენაკეთ. და მაგიტო ხარ ძალიან მაგარი ბიჭი. და მადლობა რომ ეგეთი ხარ. და მაგალითი ხარ. სხვანაირად არ გამოდის. ესე შეიძლება ერთი კითხვას დაგისვა თუ არ იქნება ცუდი კითხვა და ერთ რაღაცასაც ვიტყვი და ხო მერტმა რახან სიცოცხლე გაჩუქა და ყველაფერი მოგცა და დაბრკოლებას არ უნდა გქონდეს ყველაფერი მაინც გასწავლის ცხოვრებაში როგორი უნდა იყოს რამხელა ტკივილიც არ უნდა გაიარო მაინც უნდა გააგრძელო ცხოვრება კეთილი აკეთო რა თქმა უნდა ჩემი აზრი ეგ არის მადლობა მაგაზისთვის აი კონიოდეს მე მომენტი რომ აი რაღაც გიფიქრია რომ დავნებდებიო ეხლა ძალიან რთული პერიოდები როცა არის ხანდახან გროფიქრობ ხოლმე მაგრამ მე მომავალში რომ დავფიქრდები ხოლმე მაგაზე ეგრე არ უნდა მეთქვა თქო ეგრე ვფიქრობ ხანდახან გონია რომ შეუძლებელი ხდება ყველაფერი მაგრამ ყველაფერი გადადის ძალიან რთული მომენტები როგორი არის რა ხდება მაგ დროს და ოპერაციის მერე ძალიან ძნელი იყო და აი ეგეთი მომენტები რა ხანდახან ხო ძალიან რო გტკივა რაღაცა ხო და უნდა გაუძლო რა ხო კი და ხანდახან აღარ ოპერაცია რო არ გამეკეთებინა უკვე ვეღარ ვიჯდებოდი ასე რომ ყველაფერი ხდება შენი სიკეთისთვის სირთულეები ასე რომ ვთქვათ ხო კარგი მოდი ახლა ესეთი მაქვს ხოლმე რუბრიკა ბლიც კითხვებს ვეძახი და ბლიც კითხვები რას ნიშნავს იცი ანუ რაღაცა დიდი აზრი კი არ უნდა მითხრა მაგალითად უცებ-უცებ პასუხები უნდა გამცე ხოლმე რა მიხვდი ანუ შეგიძლია 1-2 სიტყვით შემოიფარგლო და არ გაშალო ესე დიდად აზრი დავიწყოთ აი ვცადოთ კი ბატონო ადამიანის სამი მთავარი თვისება რომლის გარეშეც სამყარო დაინგრეოდა სიყვარული პირველი კეთილი საქმის კეთება და გამძლეობა ალბათ ყველაზე ლამაზი ხმა სამყაროში შენთვის რა არის არ ვიცი მაგაზე არ მიფიქრია აი ხა უცებ თავში არ მოგდის რამე ხმა არა ჩიტის წვიმის ოკეანის მაგალითად ოკეანე და ზღვის მდინარის აი რაღაც ეგეთი ხმები გიყვარს ფოთლების შრიალი ცოტა წვიმაც კაია ალბათ წვიმის ხმა აი ოკეი ზღვის ხმაც მაინც თავისებურია რა რისი გჯერა ყოველთვის ხარსაც გააჩნია კიდე რა ხო ქარის ხმაც გიყვარს ცოტა ნიავს ზაფხულში კი კი ბატონო შენი საყვარელი ფერი რომელია გაქვს საყვარელი ფერი კი რომელი წითელი და მწვანე
რისი გზაა ყველაზე მეტად? მაინც იმისი რომ ფეხზე კიდევ ერთხელ გავივლი, მაინც მჯერა მაგ ყველაფრის. მედიცინა იმდენად წინ მიდის, რომ როგორც არასდროს. კი, ხელოვნური ინტელექტია. კი, აჰა. აჰა. ისე ვინ გინდა რომ გამოხვიდე პროფესიით? არ ვიცი ზუსტად. აი ისე იუთუბერიც უკვე პროფესია, ხო გინდა იუთუბერი რო იყო? კი, აჰა. რა ვიცი შეიძლება. ვინ არის უბრალოდ რა არის შენი სუპერძალა? მოთმინება, გამძლეობა ალბათ. აჰა. კი ბატონო. კიდევ მისახელებ თუ შემდეგი კითხვა გითხრა? არა. კაი. ვინ არის შენი ცხოვრების მთავარი გმირი? ჩემი ოჯახის წევრები მაინც. ყველა? კი. აჰა. და ბოლოს გეკითხავ ტრადიციული კითხვა არის, რომელსაც აბსოლუტურად ყველა სტუმარს ვეკითხები ხოლმე და შენც არ ხარ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი და შენც კითხავ. ცოტა შეგიძლია დაფიქრდე, იმიტომ რომ დასაფიქრებელი კითხვა არის. და კითხვა არის ესეთი, რომ თუ შენს თავს წარმიდგენ ისე, რომ შენი სახელი არ მითხრა, შენი გვარი არ მითხრა, არ მითხრა შენი ჰობი, არ ვიცი, რელიგია, წარმომავლობა, რას მეტყოდი შენზე, ვინ ხარ და როგორ გამეცნობოდი? რიცხვი მოვიფიქრებთ. აუცილებლად. რამდენი ხანის გინდა მოიფიქრე? მოვიფიქრე. მითხარ. მე ვარ დუშენის მეომარი, რომელიც გაიმარჯვებს. მადლობა მაგ პასუხისთვის. მაგარი ბიჭი ხარ ძალიან და აი არ ვიცი, მადლობა რომ ეგეთი ხარ, როგორიც ხარ. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. ისე ამაყობ ხოლმე შენი თავით? ხანდახან მიფიქრება, მაგრამ დიდად იმდენად არა. ხანდახან უნდა შეაქო შენი თავი, ხო იცი უნდა უთხრა რომ მაგარი ხარ. შენ თავს უნდა მისცე ძალა, სარკეში რომ იხედები ხოლმე უთხარი შენ თავს რომ მაგარი ხარ. რამდენი რამე გამოიარე და სად ხარ ახლა წარმოიდგინე. აგერ ინტერვიუს წერთ ცოდნის მოყარე პოდკასტში. და რა ვიცი, ამდენ ადამიანს უყვარ ხარ, ამდენი რამე გამოიარე, ამდენ ტკივილს გადააბიჯე, რა მაგარი ხარ წარმოიდგინე. მაგის ნახევარი არ მიგუძნია მე რა ჩვენი გძენი. მაგრობა მარტო ის ხო არა, რაღაცა სამსახური დაიწყო და რაღაცები გააკეთო, ან არ ვიცი, თუნდაც პოდკასტი გქონდეს ან ამ მსგავსი. მაგარი ხარ, იმიტომ რომ ხარ უდრეკი, მტკიცე, შინაგანი ადამიანი, რომელიც აი ესე მოდის და ამხელა სიკეთის მატარებელი ხარ შიგნიდან. ისე მშვიდი ხარ ცხოვრებაში? უმეტესად კი. და ეს ხანდახან შეიძლება გაბრაზდე ადამიანი ხარ მაინც თუ. ხო. რაზე ბრაზდები ხომ? რაღაცებზე. და ეს ბავშვებიდან ეგეთი მშვიდი ხარ თუ მე მოვიდა ეგ სიმშვიდე?
ой, ძირითადად 7 ვარ მაინც. შეიძლება ხარ ანას 7 იყო. ალექს, ძალიან დიდი მადლობა. ხო არ გინდა კიდე მაყურებელს უთხრა რამე ისეთი, რაც რისი თქმაც ახლა ჯერ არ გითხოვს და კიდე ეტყოდი ან რამეს ხო არ მიმართა. ეტყვი ხოლმე. აჰა. ასირთულები არ უნდა გაიაროთ. ბოლო ჯამში ყველაფერი გამოვა. ჩემი წამალსაც უკვე მალევე შემოიტანენ. ნამდვილი შრომის და იმის მერე. შრომის ღამეების თევების მერე და ნამდვილი. მშობლების გაერთიანების მერე. ხალხის გაერთიანების მერე. სტუდენტებიც როგორც დაგვეხმარნენ გვაჩვენეს რომ თითქოს მთელი საქართველო ჩვენ გვერდით არის. ეგრეა. სანამ ყველაფერი გამოვა სიმართლე გაიმარჯვებს. ძალიან მალე. აჰა. კი ბატონო. კიდე იცი რა მინდა? არ მოგერიდოს ოღონდ პირდაპირ მასკენი მითხარი. VR სათვალეების გარდა კიდე რამე გინდა ისეთი? ეგეთი რამე. არ მგონი. კაი, მაშინ ცალკე მოგწერ. მაგაზე კაი? მე დაგამატე Facebook-ზე ხო ნახე? კი. ხო, ხო და მე ცალკე მოგწერ და იქ გამიზიარე. კაი? კაი, აბა მადლობა ყურადღებისთვის ყველას. ალექს, ძალიან წამალი ბავშვებს. აუცილებლად წამალი ბავშვებს და კიდევ ერთხელ დავტოვებ თქვენი გვერდის Facebook გვერდს, ასევე იქნება მითითებული ანგარიშის ნომერი და წამალი ბავშვებს. მაგრები ხართ. აბა მადლობა. მადლობა.